თავბრუსხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელსაც ადამიანები ხშირად სტრესს, გადაღლას ან დაბალწნევას აბრალებენ. თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ეს შეგრძნება წონასწორობის დაკარგვას, შიშ ან შრომის უნარიანობის შემცირებას იწვევს. თანამედროვე მედიცინა დღეს უკვე გვაძლევს საშუალებას ძალიან ზუსტი, არაინვაზიური კვლევით გავირკვევთ მიზეზი, ვესტიბულური სისტემიდან ხომ არ მოდის პრობლემა და რამდენად სერიოზულია მდგომარეობა. ამ თემაზე ვსაუბრობ New Hospital-ის ოტორინოლარინგოლოგთან ინგა გოგიასთან. მოგესალმებით, ქალბატონო ინგა, დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. ძალიან მნიშვნელოვან და გავრცელებულ რამეზე ვსაუბრობთ დღეს თავბრუსხვევასთან, რომელსაც ხშირად ყურადღებას შეიძლება მართლა არ ვაქცევდეთ და სხვადასხვანაირად აღწერენ ადამიანები ამას, აი რაღაც თვალებში მიბნელდება, წონასწორობას ვერ ვინარჩუნებ, დავიღალე. რას ნიშნავს ეს სიმპტომები და როდის არის საშიში, როდის ხდება ასე ვთქვათ? მოგესალმებით. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. პირველ რიგში ახსნათ რა არის საერთოდ თავბრუსხვევა. თავბრუსხვევა ეს არის ადამიანის მდგომარეობა, როცა ის გრძნობს, ბრუნვის, ტრიალის შეგრძნებას, არამდგრადობას, გაბრუებას. თავბრუსხვევა ეს არ არის დაავადება. ეს არის ერთ-ერთი ჩივილი, ვესტიბულური ჩივილების ნაწილი, როგორიც არის დიზინესი, ანუ გაბრუება, ამას ქვია კიდევ თავბრუ. როგორც არის ოსცილოფსია, ეს არის საგნების არამყარი მხედველობითი აღქმა, არასწორი, просто საგნების მხედველობითი არასწორი აღქმა. ეს არის მდგრადობის დარღვევა ან დისბალანსი. ანუ ამ 4 ძირითადი ვესტიბულური ჩივილიდან თავბრუსხვევა, ასე ვთქვათ, დგას პირველ ადგილზე. ეს არის ერთ-ერთი ჩივილი, მაგრამ თვითონ თავბრუსხვევას ამ ტერმინს იყენებენ როგორც ვერტიგოს, ანუ ტრიალის ბრუნვის შეგრძნება. ერთი კითხვა, რომელიც გამიჩნდა, რომელიც მეც ხშირად მიჩნდება ხოლმე, როცა პაციენტი ჩივის თავბრუსხვევაზე, არის ნამდვილი ვერტიგო და პაციენტები თავად როგორ აღწევენ. ახსენეთ ორი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომ თავად მოძრაობს სივრცეში თუ შენ გარშემო ნივთები ოთახში მოძრაობენ. კიდევ როგორ აღწერეთ ხოლმე თავბრუსხვევას პაციენტები და რა დროს არის აუცილებელი ამას ყურადღება მივაქციოთ, რომელი არის დასაშვები, ასე ვთქვათ. ანამნეზის შეგროვების დროს ძალიან დიდ დროს ვუთმობთ ჩივილების მოსმენას, იმიტომ რომ ყველა ადამიანს სხვადასხვანაირად აღიქვავს და სხვადასხვანაირად გადმოგვცემს იმას, რას გრძნობ თავბრუსხვევის დროს. ზოგიერთი გვეუბნება, რომ მაქვს ტრიალის შეგრძნება, რომელიც ძლიერდება რომელიმე პოზიციის შეცვლის დროს, ან ადგომის დროს, დაწოლილის დროს. ეს არის ვერტიგო, ნამდვილი ვერტიგო. ეს ტერმინი გამოიყენებოდა ადრე, ეხლა უკვე ჭეშმარიტი ვერტიგო აღარ გამოიყენება, არის ვერტიგო. ზოგჯერ ადამიანები, პაციენტები გვიყვებიან, რომ ტრიალის შეგრძნება არ მაქვს, მაგრამ ვარ გაბრუებული, არამყარად გრძნობ თავს, წონასწორობას ვკარგავ, მიჭირს სიარული, სწორად. ანუ აღნიშნავენ დისბალანსს. ამითი ჩვენ შეგვიძლია განსაზღვრათ, ეს არის პერიფერიული პათოლოგია, თუ ეს არის ცენტრალური პათოლოგია, თუ საერთოდ არ არის არც პერიფერიული, არც ცენტრალური. ეს შეიძლება იყოს არტერიული წნევის დაცემის დროსაც, ეს შეიძლება იყოს რომ ზოგიერთი მედიკამენტების გვერდითი მოვლენების გამოც. ამიტომ ჩვენი ამოცანა არის განსაზღვრათ, რა ტიპის პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. პერიფერიულ დარღვევას აქვს თავისი ნიშნები, თავისი სიმპტომები. პერიფერიული თავბრუსხვევა ხშირ შემთხვევაში არის ტრიალის შეგრძნება, ხშირ შემთხვევაში არის ძლიერი თავბრუსხვევა, სულ შეიძლება გრძელდებოდეს რამოდენიმე წამი, მაგრამ ამ თავბრუსხვევის შემდეგ პაციენტი ხდება უუნარო, გაბრუებული, შეიძლება ქონდეს გულისრევის შეგრძნება, ზოგჯერ ღებინებაც კი და შრომის უნარო, საერთოდ უნარო ხდება პაციენტი ამ დროს. ეს ხშირი შეიძლება იყოს ეს ეპიზოდები, თუ უფრო გააჩნია, აი გააჩნია რასთან გვაქვს საქმე. საერთოდ თუ ესეთი ეპიზოდები გვაქვს, ესეთი ძლიერი თავბრუსხვევა, რომელიც ზოგჯერ ძლიერდება გარკვეული მოძრაობის დროს,
ან სხეულის პოზიციის შეცვლის დროს. მაგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პერიფერიული თავბრუსხვევა, შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული BPPV, კეთილთვისებიანი paroxysmally პერიფერიული თავბრუსხვევა, რომელიც სტატისტიკურად არის ყველაზე ხშირი პაციენტების მომართვიანობიდან გამომდინარე. რამე შეცდომები ხო არის, როდესაც პაციენტები უჩვენა, როდესაც თქვენთან მოდიან სულ სხვა წარმოდგენა აქვს თავბრუსხვევაზე და თქვენ მერე გიწევთ, რომ რაღაცა ამ შეცდომებით რა თქმა უნდა, მე ამას შეცდომას არ დავარქმევდი, იმიტომ რომ პაციენტი არ არის ვალდებული ერკვეოდეს ამ სიმპტომებში, ჩივილებში და სწორად აგვიხსნას ის, რასაც გრძნობს. ეს ჩვენ ვართ ვალდებულები პაციენტის ახსნიდან ამოვიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება და სწორ მიმართულება მივცეთ ამ ინფორმაციას. ამიტომ პაციენტი ზოგჯერ კლასიკური ვერტიგოთი მოდის, მაგრამ ყვება სულ სხვანაირად. თუ ეს არის ხანდაზმული პაციენტი, ამ კატეგორიაში ეს პრობლემა შეიძლება იყოს ქრონიკული. ვინაიდან ერთხელ რო დაემართება ესეთი ძლიერი თავბრუსხვევა, ადამიანი ცდილობს მოერიდოს მოძრაობას, ცდილობს ის მოძრაობა არ გააკეთოს, ფრთხილად წვებიან, ფრთხილად დგებიან, თუ რომელიმე მხარე თავის ან სხეულის გადაბრუნება უჭირთ, ცდილობენ რომ იმ მხარეს ნაკლებად გადაბრუნდნენ, ან საერთოდ ძალიან ფრთხილად აკეთებენ ყველაფერს, ამ დროს იკარგება ის ძირითადი ჩივილი. ანუ ის ძლიერი თავბრუსხვევა, რომელიც უნდა იყოს, პაციენტი ამბობს, რომ უფრო მაწუხებს დისბალანსი, ანუ სუსტად ვარ, სიარულის დროს სიარული მიჭირს და ამას არ გვიყვება, რომ უკვე ფრთხილობს და აი ამ ძირითად სიმპტომს ამითი ასე ვთქვათ, მაგრამ როგორ უშლის ალბათ ყოველდღიურობაში ხელს, როცა ესეთი საფრთხილე უწევს. იმიტომ და ესეთი პაციენტები ძალიან გვიან მოდიან ჩვენთან სამწუხაროდ. ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ კვლევას, თუ დადგინდა ეს პათოლოგია, რომელზეც ახლა მე ვსაუბრობ, BPPV, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იქვე რამოდენიმე წუთში ეს პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ესე ადვილად ყოველთვის არ არის გართულებული შემთხვევებიც, მაგრამ თავარი ის არის, რომ პაციენტი ჩვენამდე მოვიდეს დროულად, რომ დროულად დავადგინოთ ზუსტი დიაგნოზი და დროულად დავეხმაროთ. რაც ახსენეთ ეს პათოლოგია, ხო? როგორ განიმარტება, რას ნიშნავს და პრესიარად როგორ გვარდება, რაც საინტერესო ნაწილია. ეს არის კეთილთვისებიანი პერიფერიული paroxysmally თავბრუსხვევა, ასე ქვია ქართულად. კეთილთვისებიანი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია პაციენტს დავეხმაროთ, განუკურნოთ და პაციენტი ზოგჯერ პირველი ვიზიტიდან მიდის უკვე ბედნიერი ექიმისგან. არა მარტო ხანდაზმული პაციენტების პრობლემა არის ეს. ეს პრობლემა შეიძლება დაემართოს ახალგაზრდებსაც. უფრო მეტად არის გამოხატული ქალბატონებში 45 წლის ზემოთ ასაკში. ჰორმონალური დისბალანსის შედეგად შეიძლება იყოს, შეიძლება კალციუმის ნივთიერებათა ცვლის დისბალანსის შედეგადაც იყოს, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ პათოლოგიის დადგენილი არ არის. აგრეთვე შეიძლება იყოს მექანიკური მიზეზი ამისი, მექანიკური ტრავმა, ძლიერი დარტყმა, რის გამოც ეს იწყება ეს დაავადება. ძალიან საინტერესო თანამედროვე კვლევის მეთოდი არის ვიდეო ნისტაგმოგრაფია. რომ მოგვიყვეთ, რას ნიშნავს ეს კვლევა და რა დროს გამოიყენებთ მას? თავიდან მინდა დავიწყო, რომ ვიდეო ნისტაგმოგრაფია არის ნაწილი ვესტიბულური კვლევის, სპეციალური ვიდეო სათვალე, რომელიც უკეთდება პაციენტს ამ კვლევის დროს, არის აღჭურვილი ვიდეოკამერებით. ეს ვიდეოკამერები აფიქსირებს თვალების მოძრაობას. თვალების მიკრომოძრაობები გადაეცემა კომპიუტერულ პროგრამაში და მერე ხდება ციფრული ანალიზი ამ მონაცემების და ჩვენ ვიღებთ აი ამ ციფრულ მონაცემებს იმისთვის, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი. ხშირია ძალიან მეც პრაქტიკაში არაერთხელ შემოხვედრია პაციენტები, რომლებიც წლებით ცხოვრობენ ამ დაავადებით, აწყდებთ თავბრუსხვევები, ეს შვილის შეგრძნება ტინიტუსი, რომელსაც ვეძახით და ვერ ახერხებენ ამოცნობას, სწორედ რა პრობლემა აწუხებთ. ეს კვლევა ალბათ არის მათთვის ძალიან იმედის მიმცემი. რა თქმა უნდა, ნახეთ, ახლა თქვენ ახსენეთ შუილი, ეს უკვე ჩვენ შევეხეთ ვესტიბულური პრობლემების კავშირს ყურის სიმპტომატიკასთან. ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს აი ამ ორ პრობლემას,
ვინაიდან ვესტიბულური და სმენის ორგანო არის განლაგებული ერთ სივრცეში, ერთ ორგანოში, შიგნითა ყურში. ერთი ნაწილი არის ვესტიბულური, მეორე არის სმენის ნაწილი, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ეს პათოლოგიები არის შერწყმული. როდის არის თავბრუსხვევა და სმენის პათოლოგია ერთმანეთთან დაკავშირებული? როცა პაციენტს აქვს თავბრუსხვევა და ამასთან ერთად აქვს ყურში ხმაური, ანუ ტინიტუსი, როცა აქვს სმენის დაქვეითება, უფრო ხშირად ცალმხრივი, როცა აქვს დაგუბების შეგრძნება, ეს შეიძლება მიგვითითოს სხვადასხვა პათოლოგიებთან. ანამნეზის დროსაც უკვე ვაკონკრეტებთ, რა პათოლოგიასთან შეიძლება გქონდეს საქმე. ვინაიდან ისე დავაბინოთ იმ კვლევას, რომელზეც საუბრობდით, ბევრისთვის იქნება ძალიან საინტერესო და ალბათ კითხვა ჩდება, როგორ უნდა მოემზადონ ამ კვლევისთვის, რამდენად ხანგრძლივი კვლევა არის და დისკომფორტთან ხო არის დაკავშირებული. ეს კვლევა აბსოლუტურად არ არის მტკივნეული, შედგება სხვადასხვა ტესტებისგან. ყველა ეს ტესტი კეთდება ვიდეოს სათვალით და ერთადერთი დისკომფორტი, რომელიც შეიძლება შეიქმნას ამ კვლევის დროს, ეს არის თავბრუსხვევა. ანუ იმიტომ რომ არის ტესტები, როდესაც ჩვენ ველოდებით, რომ ფიზიოლოგიურად უნდა იყოს თავბრუსხვევა და პაციენტს არ აქვს და ეს უკვე პათოლოგიას ნიშნავს. და არის ტესტები, როცა თავბრუსხვევა არ უნდა იყოს, მაგრამ არის. ეს უკვე ჩვენი დიაგნოზია. ამით ვადგენთ დიაგნოზს. ეს ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ. ამიტომ ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს ჩვენი კვლევის დროს, ეს არის თავბრუსხვევა, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ დავადგინოთ ეს თავბრუსხვევა რატომ აქვს, ზუსტად დავადგინოთ და დავეხმაროთ პაციენტს. ვის ურჩევდით ამ კვლევას? არსებობს თუ არა რისკ ჯგუფები? როცა პაციენტს აქვს თავბრუსხვევა, თან ახლავს ამ თავბრუსხვევას ორი სიმპტომატიკა, რომელსაც ვისაუბრეთ. ანუ ხმაური, დაგუბება, სმენის დაქვეითება. ამ შემთხვევაში აუცილებლად არა მარტო ვესტიბულომეტრია, აკეთდება აუდიოლოგიური კვლევებიც და პლუს ვესტიბულომეტრია, რომ სრული დიაგნოზი დავადგინოთ. ამ ადამიანებმა უნდა მოგმართონ. და მაშინ როცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ დიფერენცირება, ეს არის პერიფერიული პათოლოგია თუ ცენტრალური, ამ დროსაც საჭირო არის ეს კვლევა და ზოგჯერ ჩვენ ვაკეთებთ კვლევას და არ დგინდება ვესტიბულური პათოლოგია. ჩვენ ვესტიბულომეტრიის კვლევა, მაგრამ ესეც არის შედეგი, იმიტომ რომ როცა არის გამორიცხული ცენტრალური პათოლოგია, მე როცა არის პერიფერიული პათოლოგია ჩვენ მიერ გამორიცხული, მაგრამ სიმპტომატიკა არის ესეთი დაავადებები, რომელიც არც ცენტრალურს ეკუთვნის და არც პერიფერიულს, ეს არის ფუნქციური თავბრუსხვევა, რომელიც სხვათა შორის რთული სამართავიც არის და ესეთი რთული პრობლემა, რომელიც ხანგრძლივი მკურნალობის შედეგი, მაგრამ გამორიცხვა არის დიაგნოსტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო იყო და ესეთ მნიშვნელოვანი და ყოველდღიურ იმას შევახეთ თავბრუსხვევას, რომელიც შეიძლება თურმე ესეთ სხვადასხვა შრეებში იშლებოდეს და კვლევის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა გესტუმრეთ.